აღიარებენ თავიანთ დამოუკიდებლობას, ანუ მაშინდელი ხელისუფალები ერთპიროვნულები არიან სახელმწიფოს საშინაო საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს და ახდებიან სხვა სახელმწიფოების ესე ვთქვათ ზეგავლენის ქვეშ. კონვენცია 1900-ს იყო მიღებული აგრეთვე და ანუ დროთა განმავლობაში როგორც იცოდა მას ომთა წესები მას აგრეთვე ცვლიან ამ კონვენციასაც და გამარჯობა მე ვარ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლე და ვსწავლობ სამოქალაქოს ამ სახელმწიფოებში ადმინისტრაციული სამართალი ისეთი სერიოზული დარგია, რომ ნამდვილად ყველა ჩვენთაგანი ჩვენი ცხოვრების მანძილზე ხშირად გადაიკეთება ხოლმე სამართლის ამ დარგში. ჩაწერო მადლენ ნებაც იქ რო ჩაწერო რა არის საერთოდ კანონის დაცვა არ მთავარად და თანო ყველამ დაიცვას. ყველას ნაკლებია. მასწავლებლების პრინციპიც გამოვავით, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა ეს მასწავლებელი იქნება თუ დირექტორის კანონი ყოველთვის ერთნაირად უნდა იყოს და არ უნდა იყოს პირი მიკერძოებული. მასწავლებელი შეგვიძლია რომ ეს შეფასება არანაირი გავლენას არ მოახდენს საბოლოო ნიშანზე წლის ბოლოს და ეს უბრალოდ დაეხმარებოდა მას სწავლის გაუმჯობესებაში. ეს იყო არაკანონიერი რომ ჩათვალეს არასაჭირო დაეკმაყოფილებინა ჩვენი ინტერესი და რომ არ მოხდეს უბრალოდ გაგვეგოთ რაოდენობა ამ პრემიების. მინდა ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ ასეთი ჯგუფი რო შემოხვდა გამომდინარე იქიდან, რომ მართლა ვიძახი ხოლმე ყველგან ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში, რომ მთელი დღის განმავლობაში არცერთი მსმენელი არ იკარგება. ან რაღაც გვიდარე, მე დავწერდი 5 ლარი მქონდა, მოგება? არის დამაჯერიმებენ ება. ხუთი წლის შემდეგ რომელიც ბრავად ავშერთა ფესტალიზე. კი არა, გადააჭარბა ჩემს მოლოდის ისეთი გამოხმაურება მქონდა სკოლაშიც და ფაქტობრივად პირველი კვირის შემდეგ დავიწყეთ ჩვენ ამ სახელმწიფოში მუშაობა და მომწიეთ მოწმე ყავდა ბატონი რეზოს სახით. პერიოდი როცა რეზოს განწამოვიდა. გააუდინელია ჩვენ ხო თქვით რომ მოიცა სადარბაზოში ახალაშენი კორპუსში ძილაში ბატონი რეზო ეს კი და რატომ შეიძლება ეს არის უდავოდ მნიშვნელოვანი პროექტი გამომდინარე იქიდან, რომ არის ერთგვარად ინოვაციური ემსახურება სკოლებში სამართლის სწავლების ხარისხის ამაღლებას, გაძლიერებას. იცია ეს სტადიები იგივე ადვოკატებმა დამიჯერებენ. ის ჩათვლის რომ ის არ არის გამშობელი, ის ჩათვლის რომ რაღაცას არ არის გამშობელი და ეს საფუძვლად აკეთებს პასუხს თავს მოგასცემს თავისი პასუხი. დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეებისათვის პრაქტიკული სამართლის სწავლებას, რადგანაც ეს არის ის რეალური და პრაქტიკული საგანი მოსწავლეების ყოველდღიურ ცხოვრებასთან, რაც უშუალო კავშირში არის. ეს თამაშული პროექტი, პრაქტიკული სამართალი, საკმაოდ საინტერესო პროექტი აღმოჩნდა არა მარტო ჩვენთვის როგორც პედაგოგებისთვის, არამედ მოსწავლეებისთვისაც. რაც აკეთებს სახელმწიფო ასოციაციის განხილვის წყობის ფონდი და GTZ-ი დღეს არის სწორედ ის ნომერ პირველი საქმე, რომელიც ამ ქვეყანაში უნდა გეცდებოდეს. აქედან წარებული ცოდნა გამოცდილება ჩვენ სკოლებში, ჩვენ პედაგოგებთან, ჩვენ კლასში მიემტანეთ ბავშვებთან ძალზე დროული იყო, საინტერესო, აქტუალური და დღევანდელებასთან ასე ვთქვათ, აი ძალზე მორგებული და როდესაც ახალი სისხლი შევიტანეთ ჩვენ ბავშვებთან. დიდი მადლობა ბავშვებთან.